მართლმადიდებელი ეკლესია 14 იანვარს მაცხოვრის წინა დაცვეთას აღნიშნავს. დღესვე აღინიშნება ხსენება წმინდა ბასილი დიდის. დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია საბურთალოს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა აღავლინა. წინა დაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა. წინა დაცვეთით უფალმა იესო ქრისტემ გუჩვენა, რომ მან ჭეშმარიტად შეისხა ხორციდან განკაცდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს აუწყა მთავარანგელოზმა გაბრიელმა. იესო მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად მოვიდა. წმინდა ბასილი დიდი კესარია კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი დაახლოებით 330 წელს კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილ ოჯახში დაიბადა. სახლში 10 ბავშვი იზრდებოდა, 5 ვაჟი და 5 გოგონა. მათგან 5 შემდგომში წმინდანთა დასში იქნა შერაცხული. წმინდა ბასილი დიდი სწავლობდა ჯერ კაბადოკიაში, შემდეგ კონსტანტინოპოლში, ბოლოს კი ათენში. ათენის ფილოსოფიურ სკოლაში იგი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად სწავლობდა და მათი მეგობრობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდა. დაახლოებით 357 წელს წმინდა ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. აქ წმინდა მამამ თავისი ორატორული ნიჭით ყველა აღაფრთოვანა. წმინდა ბასილის ნათლობის შემდეგ იგი კესარიელი ეპისკოპოსის კურთხევით მედავითნად დაადგინეს. მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად მან იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში. მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები. კაბადოკიაში დაბრუნებული კი ცდილობდა მათთვის მიებაძა. ნეტარმა მთელი თავისი ქონება მოწყალებად გასცა და შემდეგ ძმათა ცხოვრისი დააარსა. წმინდანი აგრძელებდა მეგობრობას გრიგოლ ღვთისმეტყველთან, შემდეგ უდაბნოში მასთან ერთად მოსაგრეობდა. წმინდა მოღვაწეები იქ უმძიმეს ფიზიკურ შრომაში ცხოვრობდნენ და წმინდა წერილს სწავლობდნენ. მათვე შეადგინეს კრებული სიკეთის მოღვაწეობა. იმ პერიოდში ბასილი დიდმა ასევე დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესის სახელმძღვანელო. ბევრი ისწრაფოდა ღვთისმსახური მოძღვრისკენ. ასე დაარსდა 2 მონასტერი, რომელიც წმინდანის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. იმპერატორ კონსტანციუსის მეფობაში არიოზის ცრუ სწავლება გავრცელდა. წმინდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. მას 362 წელს ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი. სიბრძნითა და სიწმინდით გამორჩეულმა მოღვაწემ სახელი მალე გაითქვა. მოგვიანებით იგი ისევ დაბრუნდა უდაბნოში და მონასტრების კეთილმოწყობა შეუდგა. როდესაც ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. წმინდა ბასილი ისევ დაბრუნდა კესარიაში. ევსევი კესარიელის გარდაცვალების შემდეგ საეპისკოპოსო კათედრა წმინდა ბასილი დიდმა დაიკავა. კესარიელი მღვდელმთავარი მაშინ 11 პროვინციის 50 ეპარქიას ხელმძღვანელობდა. მისი დაუცხრომელი მოღვაწეობა ერეტიკოსებს სიძულვილით განაწყობდა. ურწმუნო იმპერატორი მას ქონების ჩამორთმებით, განდევნით წამებით და სიკვდილით დასჯით დაემუქრა. ნეტარმა კი მიუგო, რომ სიკვდილი მისთვის წყალობა იყო და არც ქონების დაკარგვის ეშინოდა, რადგან არაფერი გააჩნდა. წმინდანის სიტყვამ იმპერატორზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვალენტინმა მხარი აღარ დაუჭირა არიანელებს. წმინდა მამამ მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მან მიაღწია და სამღვდელოება გაათავისუფლა გადასახადებისგან. გასცემდა უამრავ მოწყალებას, აარსებდა თავშესაფრებს გლახაკებისთვის და სახლებს სნეულებისთვის. წმინდა ბასილი დიდი 379 წლის 14 იანვარს 49 წლის ასაკში აღესრულა. 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს წელს 167-ჯერ აღვნიშნავთ. ისტორია, როცა ქართულმა თეატრმა სცენაზე პირველი ნაბიჯები გადადგა, გიორგი ერისთავის სახელსა და მის სპექტაკლს გაყრას უკავშირდება. 1850 წლის 14 იანვარს ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერით გიმნაზიის შენობაში დადგა პირველი სპექტაკლი გაყრა. იგი თავად იყო პიესის ავტორი, რეჟისორი და წარმოდგენაში სომეხი ვაჭრის როლსაც ასრულებდა. ეროვნული თეატრის აღორძინება ქართველი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მაგრამ თეატრალურ დასს ძალიან მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა. მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების შეფერხებისთვის ყველა ღონეს ხმარობდნენ. თეატრს წაართვეს შენობა, მის რეპერტუარზე უმკაცრესი ცენზურა იყო დაწესებული. ამ მიზეზთა შედეგად 1856 წელს ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართულ დრამატურგთა პიესების დადგმები მხოლოდ მოყვარული თეატრალების მიერ ხორციელდებოდა. თეატრის აღდგენას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. უნდა წარმოვიდგინოთ ეს რა ვითარება. ეს არის რუსეთის იმპერიაში ვართ ჩვენ, დაპყრობილი სახელმწიფო. რუსეთი ატარებს ძალიან მკაცრ პოლიტიკას, მიმდინარეობს რუსიფიკაცია ფაქტობრივად, სწავლა-განათლება რუსულად არის, წირვა-ლოცვა
დიდ ქალაქებში რუსულად მიმდინარეობს, ქართული სიტყვის, ქართული სათქმელის მიტანა საზოგადოებამდე არის ძალიან რთული. არსებობს ცენზურა, ამიტომ პერიოდულ გამოცემებში, თქვა ჟურნალებში, გაზეთებში ყველაფერს ვერ იტყვით. აი ამ დროს თეატრი და სცენა არის ის ადგილი, სადაც შეიძლება თავისუფლად ყველაფერი თქვა. ბუნებრივია შეიძლება შეფუთო როგორც თქვა სპექტაკლი, როგორც პიესაში აი ესეთი სიტყვები, მაგრამ მთელი დარბაზი ყველა მიხვდება რას გულისხმობა რა. აი ამ ხრივ თეატრი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პირდაპირ ფაქტობრივად შეგეძლო მიგემართა ქართული საზოგადოებისათვის გეთქვა ქართული სათქმელი, ქართული სიტყვით და შეიძლება ითქვას, რომ იმ მომენტში თეატრი იყო აი ჩვენი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოს დაკარგა დამოუკიდებლობა, ის გადაიქცა რუსეთის იმპერიის ნაწილად. ქართველები დიდხანს ცდილობენ რაღაცნაირად ამ ახალ ვითარებას შეეგონ, იბრძვიან სახელმწიფოებრების აღსადგენად და მხოლოდ 50-იან წლებში, ანუ 1850 წელს გიორგი ერისთავი, რომელიც მოგესალმებით მანამდე გადასახლებაში იყო დამყოფი და 1851-ში დაბრუნდა პოლონეთიდან საქართველოში. გიორგი ერისთავმა 50 წელს 2-14 იანვარს მოახდინა ის, რომ მან აღადგინა ქართული თეატრი. ამიტომაც ქართული თეატრის დღეთ, აღდგენილი ქართული თეატრის დღეთ ითვლება 2-14 იანვარი. ქართული სასცენო ხელოვნების ახალი ნაყოფიერი პერიოდი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით მოძრაობამ ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია. ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში კრიზისი და განვითარების შეფერხება ყველა დარგზე სხვადასხვანაირად აისახა. გამონაკლისი არც თეატრი ყოფილა, თუმცა მან შეძლო ურთულეს პერიოდში სიცოცხლის შენარჩუნება და მეტიც უდიდესი თეატრალური ტრადიციების შექმნა. როგორც მსახიობი ჯემალ ხაღანიძე ამბობს, ის ვინც თეატრის მტვერს ერთხელ ჩაისუნთქავს, მასზე დამოკიდებული და მიჯაჭვული ხდება. თეატრს აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი, აი როგორც ძალიან მტვერ გადაყლაპულები ყველგან არის. თეატრში რაღაცა გაჭირვებები ყოველთვის არის, საწეში და ინტრიგა ყოველთვის არის. ეს ერთნაირი ცხოვრება, ერთი ოჯახია. ამიტომ მე მინდა რომ აი მთელი მსოფლიოს მსახიობებს, თეატრალებს, სულ ყველას განსაკუთრებით ხოჩებებს ვინც არიან, ყველას მიულოცო დღევანდელი დღე. არის ახმედელის თეატრის 35 წლის დავი, არის ახმედელი, დიდი ახმედელი შენი რეჟისორის 130 წლის თავიდაბადებიდან და ყველაზე სასწაულო კიდე ჩემთვის არის რომ ჯილდოვდება ჯილდოვდებიან, ესე იგი იხსნება ვარსკვლავი ჩემთვის უსაყვარლეს მსახიობებისათვის გია ჯაფარიძე და ყურაშვილის ვარსკვლავები იხსნება. თქვენი ნებართვის მინდა აქედან მათ მეულოცო ორივე შესანიშნავი მსახიობები. შესაძლოა ღერიან, შესაძლოა ასრულებენ როლებს. მე მინდა კაი მოკეფები ჩემის არიან ჩვენში დარჩეს და მე მინდა ამათ აქედან მეულოცო ყველაფერი. თეატრი არის ერთი უნიკალური ხელოვნება კომუნიკაციის თვალსაზრისით. არსად არ შედის მაყურებელი შემოქმედთან ისეთ ცოცხალ და მჭიდრო ურთიერთობაში, როგორც ეს ხდება თეატრი. გარდა ამისა, თეატრს აქვს ადამიანის ჯერჯი ძველი ფუნქცია, რომელსაც განწმენდას კათარზის უწოდებენ. შემდეგ თეატრში ხდება, მე ვფიქრობ, გარკვეული ეგზისტენციური აღმოჩენების გაკეთება. ანუ ის რაც არის გგონია არის ჭეშმარიტება და იცი, იქ ცოცხლდება შენთვის, ამას ხელახლა განიცდი. რაც შეეხება პროფესიულ ქართულ თეატრს, ეს არის ერეკლეს კარის თეატრი. 1795 წელს აღამ ახმეტ-ხანთან ბრძოლაში მთლიანად დაიღუპა ეს დასი. ეს დასი თამაშობდა როგორც თელავში, ასევე თბილისში. ეს იყო საკარო თეატრი, მაგრამ საკარო თეატრი არ ნიშნავს, რომ ის არ არის სახალხო და დემოკრატიული. მასში დგამდნენ როგორც ტრაგედიებს, ასევე კომედიებს და რამდენიმე ადამიანის სახელი შემოგრჩა. ეს არის მაჩაბელი, ეს არის გაბრიელ მაიორი. ქართული თეატრი დასავლური თეატრის მიმართულების წარმომადგენელია, რაც მუდმივად განვითარებას, განახლებასა და ცვლილებებს გულისხმობს. ქართული თეატრი არის ტიპიური დასავლური ტიპის თეატრი, ეს რომელიც არის დინამიკურ განვითარებადი თეატრი. არსებობს ტრადიციული აღმოსავლური, ეს არის ნო, კაბუკი, კატაკალი, ინდური, სადაც საუკუნამდე ინარჩუნებენ ზუსტად ერთი და იგივე თამაშის ესთეტიკას, სისტემას, იდეოლოგიას.
ეს იმათი საკრალური თეატრია. ჩვენი თეატრი არის დასავლური ტიპის თეატრი. შემთხვევით არ არის, რომ მაინც მისი ფორმირება ხდება განათლების ეპოქაში და მე-19 საუკუნეში, როდესაც სწორედ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესიც ხდება, როდესაც კაცობრიობა მდიდრდება ბევრი ახალი იდეით და შესაბამისად ქართული თეატრი ყოველთვის იქნება განვითარებადი, ტიპოლოგიურად ის არის ევროპული ტიპის თეატრი. ჩემთვის თეატრი მე ასე ვიტყოდი თუ ცოტა ესე ბანანურად არის სიცოცხლეა ჩემთვის, ცხოვრებაა ჩემთვის თეატრი. მე მეშვიდე კლასიდან რომ ჩავიდე თავში, რომ უნდა გაყდარიყო მსახიობი, ჩემი ბედი ისეთნაირად წავიდა, რომ აი სწორედ შემისრულდა ეს ოცნება და არა მსახიობი გახდი, არამედ რუსთაველი თეატრის მსახიობი გახდი, სადაც მე 60 წელია თქვენ ისიც რომ ეკავა. და აი ამ 60 წლის განმავლობაში მე ჩავერთი ამ თეატრალურ დღესთან დაკავშირებით. ეს არის თეატრალური საზოგადოება ყოველ წელიწადს აწყობს სხვადასხვა ქალაქებში, პერიფერიებში, რა თქმა უნდა თბილისში ძალიან ხშირად და ძალიან ბევრჯერ. სამწუხაროა, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ორი დევნილი თეატრი ჰყავს. სოხუმისა და ცხინვალის თეატრები საკუთარი სცენისა და არასახარბიელო პირობების ფონზე მოღვაწეობას დედაქალაქში აგრძელებენ და ქმნიან საინტერესო რეპერტუარს. მე იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ ისინი დაბრუნდებიან იქ, საიდან წამოვიდნენ, დაბრუნდებიან სიხარულით და მათ დახვდებიან სიხარულით. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გვინდა გამთლიანება, უნდა გავთლიანდეთ ნებელობით, სურვილით და სიყვარულით, ხო? მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი. მე არ მინდა ვიძალადო თუნდაც იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ დარჩენ, იმიტომ რომ ძალადობა ყველაფრის დამანგრევლის მომტანია, ხო? ამიტომ მე ამ თეატრებს ვუსურვებ და ჩვენ თავსაც ვუსურვებ, რომ მათი დაბრუნება მოხდეს კეთილი ნებით, სიხარულით და პროგრესით. ძველით ახალი წლის დღესასწაული და ქართული თეატრის დღე ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვში 14 იანვარს აღინიშნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს და მათთვისაც, ვისაც თეატრი უყვარს. 14 იანვარი ორმაგი დღესასწაულია. ვუსურვოთ ხელოვნების ამ დარგს კიდევ უფრო მეტად განვითარება, საინტერესო სახეები, დადგმები და უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის წარმატება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგის ხდომა გაიმართა. ხდომაზე მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და რექტორობის საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაში ქართული უნივერსიტეტის მონაწილეობის საკითხებს. დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა რექტორთა საბჭოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო, საგნობრივი მსჯელობა იყო და სასიხარულო სიახლეებიც გავიგეთ, ესე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად არჩევის შესახებ, ასევე ვიმსჯელეთ პრეზენტაცია გავაკეთე მე რეფორმის ძირითადი მიმართულებების და კომპონენტების და ბევრი ძალიან საჭიროებო საკითხები, რომელიც რექტორებმა დააყენეს ჩვენი მხრიდანაც და მოკლედ კიდევ ერთი ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო შეხვედრა გქონდა. ჩატარდა მორიგი რექტორთა საბჭო, ძალიან საინტერესო ფორმატი არის, საინტერესო დღესასრიგით, იმიტომ რომ ბევრი საკითხი, რომელიც აწუხებს უმაღლეს სასწავლებლებს, ეს იქნება კერძო თუ სახელმწიფო, იქნა განხილული, მათ შორის დაფინანსების ახალი ფორმულა. მათ შორის ის პრინციპები, როგორ მოხდება სახელმწიფო სახლების გადანაწილება უმაღლეს სკოლაში, იყო კამათი, მათ შორის ხარე კამათიც და იმედი არის, რომ საბოლოოდ შევძლებთ შეთანხმებას იმ ახალ ფორმულაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება სექტორის დაფინანსება.